ყველაზე ახალგაზრდული პროექტის სპიკერი აგრძელებს საუკეთესო ძიებას. კონკურსში მონაწილეობას 13-დან 17 წლამდე ორატორული უნარჩვევების მქონე სკოლის მოსწავლეები იღებენ. სპიკერმა მთელი საქართველო მოიცვა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი ასობით ახალგაზრდამ გამოთქვა. სახელი როგორც თავიდან თუ ის? უთხარი ყველა შენს გარშემო რომ შენ წინ ძალიან გიყვარს. ეს ხომ მართლაცაცია. იესოც ხომ სწორედ ამაზე გვიქადაგებს. რატომ ინგრევთ შეგნებულად ჯანმრთელობას? რატომ ეწევით? ასე რომ დავდგეთ ერთად არაჯანსაღი ცხოვრების წინააღმდეგ. Don't worry, be healthy. შავი წერტილი პოლიტიკურ რუკაზე ბნელი. ვის არ უნდა იდეალურ სახელმწიფოში ცხოვრება? ყველას უნდა. ჩვენ ადამიანები, როდესაც დავცინოთ, არ ვაცნობიერებ თუ ამ დაცინვას რაოდენ დიდი ზიანი მოაქვს მეორე ადამიანისთვის. მათგან საუკეთესო 150 შეირჩა, რომლებიც სიტყვით ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე თბილისში გამოვიდა. შესარჩევი ტურის ნაწილი მაყურებელმა გასულ პირას ნახა. რომელი გადავა მომდევნო ტურში, ამას გადაცემის ბოლოს გავიგებთ. მოვედი იმედით, რომ გადავალ შემდეგ ტურში ძალიან მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს, რომ არ დავიბნევი, სიტყვას კარგად წარმოთქვავ და ჟიურის მოხიბლას მოახერხებ. მე მოლოდინი მაქვს ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ გუშინ რეგიონებში იმდენად არაჩვეულებრივი ბავშვები მოვიდნენ, ისეთი გონიერები, განათლებულები, რომ ეჭვიც არ მეპარება, რომ დღევანდელი დღეც ესეთი იქნება და ნახოთ როგორ ჩაივლის კონკურსი. კონკურსანტებს მხოლოდ 1 წუთი აქვთ იმისათვის, რომ ჟიური მოხიბლონ და მომდევნო ტურში ადგილი მოიპოვონ. ვნახოთ, ვინ მოახერხა ამ სირთულის დაძლევა და ვინ დარჩა კონკურსს მიღმა. გრძნობ რომ ცოტა ანკალებ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მომეხსნება, წესით ესე უნდა იყოს და გამომივა და ისე გავაკეთებ, როგორც მინდა. პირველი ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე ანუკა ლაცაბიძე გამოვიდა. ლაშა ჩემი მეზობელი იყო. სიმართლე რომ გითხრათ, კარგად არ ვიცნობდი, თუმცა გაგონილი მქონდა მისი წარმატებებისა თუ ცხოვრების წესის შესახებ. ოჯახი გამუდმებით მის ქებაში იყო, სანამ ერთ მშვენიერ დღეს დამუქებულ შენობაში ფეხი არ შედგა და შვიდ ცხოვრებას კარით ხვირწინ არ მოუხურა. ალბათ უკვე ყველა ხვდებით, რომ საუბარი 21 საუკუნის ახალგაზრდებში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე მსურს, რომელსაც ლუდომანია, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ჰქვია. არასოდეს მომწონდა აზარტული თამაშები, ასევე არასდროს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა აღნიშნული პრობლემის გადაჭრა, სანამ ერთ დღეს პეკინზე არ ჩავიარე და ჭუჭყიან ტანსაცმელში ბარბაცით მოსიარულე ლაშა არ აღმოვაჩინე. საზოგადოებამ უნდა იფიქროს აღნიშნული პრობლემის პრევენციაზე. თვალები უნდა გავახილოთ, ბევრი ვისაუბროთ და დავინახოთ პრობლემა, რომლისგანაც დაზღვეული არავინ არ ვართ. საბოლოოდ უნდა დავანგრიოთ ფრაზა: თამაშის გარეშე არსებობა არ შემიძლია. მადლობა. შენი გამოსვლა იყო განლაგებული, აზრი თავიდან ბოლომდე იყო აბსოლუტურად ჩამოყალიბებული. ოდნავ მეტი არტისტიზმი იყო შენს გამოსვლაში. კულისებში საკუთარ გამოსვლას მომდევნო კონკურსანტი ელოდება. ლიკამ აქ მოსვლამდე წინასწარი მოსმენა ბათუმში გაიარა. Play on, play it. Play on, play it. Yo, Dre, drop the verse. ბათუმი შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი ულამაზესი, პოპულარული და ტურისტებისათვის საყვარელი ქალაქია. ამჯერად ქალაქს სპიკერი ესტუმრა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარი მოსმენა გუმბათის ახლად აშენებულ კომპლექსში გაიარეს. სოფლიოს მასშტაბით ყოველი მეექვსე ადამიანი იჩაგრება საზოგადოებაში. ისინი გაიცნიან როგორც მორალურ, ასევე ფიზიკურ ზეწოლას. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ნარკოტიკი და ნუ ვიყენებთ მას. ქართველი ერის სულის კვეთება ქართულ სოფლებშია. ყველა ჩვენთან გას გვიფიქრია თუ რა არის ბედნიერება. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადამიანი მას სხვადასხვა გვარად აღიქვამს. ზოგისთვის ის მატერიალური სიმდიდრეა, სხვისთვის კარგი სამსახური ან ნაპოვნი სიყვარული. პირადად ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობაც ბედნიერებისაკენ მიმავალი რთული გზის ნაწილია. ბედნიერებაზე ლაპარაკი ლიკა ცინცაძეს კიდევ მოუწევს. ბათუმის შემდეგ მას თბილისის შესარჩევი ტური ელის, სადაც ჟიურის წინაშე გამოვა. მე ვარ ლიკა ცინცაძე, 15 წლის. ვცხოვრობ ქალაქ ბათუმში, მაქვს ჩვეულებრივი თინეიჯერული გატაცებები, მიყვარს მუსიკა, ხატვა,
ფილმების ყურება, გარდა ამისა ძალიან მიყვარს დებატები. ვარ ბათუმის დებატ კლუბის აქტიური წევრი, ხშირად ვდებატობთ ხოლმე სხვადასხვა რეზოლუციებზე. გაზაფხულზე ჩატარდა ტურნირი, სადაც ბათუმის პირველი სპიკერის წოდება მივიღე. ამან შემატა ძალიან დიდი მუხტი და მომცა ამბიცია იმისა, რომ ჩემი თავი გამომეცა და უფრო დიდი პუბლიკის წინაშე. საუბარი მისი მოწოდებაა და დიდი სურვილი აქვს საუკეთესოებს შორის მოხდეს. როდესაც გავიგე, რომ კვლავ იწყებდა სპიკერი ახალ სეზონს, თქვი რომ აუცილებლად უნდა გამომეგზავნა ჩემი თემა. დიდი სურვილია ჩემი, რომ მოხდე იმ 20 ადამიანში, ვინც გააგრძელებს ბრძოლას სპიკერის ტიტულის მოსაპოვებლად. სანამ ჟიურის წინაშე გამოვა, ლიკას საკუთარ ბედნიერებაზე ჩვენთან საუბრობს. ჩემთვის ალის და ნინოს ძეგლი ბედნიერების სიმბოლოა. მათ თავისი ბედნიერება სიყვარულში იპოვეს. როდესაც ამ ძეგლს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთო, არ უნდა დავნებდე იმისთვის, რომ მეც ვიპოვო საკუთარი ბედნიერება. ვიცი, რომ ის სადღაც ახლოსაა. ამ ეტაპზე სპიკერში მონაწილეობა ჩემთვის დიდი ბედნიერების მომგვრელია. ნახოთ, იქნება თუ არა ლიკასათვის თემა ბედნიერება, ბედნიერების მომტანი. ბათუმში ზღვის სანაპიროზე დგას ქალისა და მამაკაცის ლითონის კონსტრუქცია ალი და ნინო. თუ კი შეეცდებით მისი მშვენიერების აღქმას, აღმოაჩენთ, რომ სივრცე ქმნის მის მხატვრულ სახეს, რომელიც ქალისა და მამაკაცის ბედნიერებაში აისახება. ყველა ჩვენთანგანს გვიფიქრია თუ რა არის ბედნიერება. სხვადასხვა ადამიანი მას განსხვავებულად აღიქვამს. ზოგისთვის მატერიალური სიმდიდრეა, სხვისთვის კარგი სამსახურია, ნაპოვნი სიყვარული. პირადად ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობაც ბედნიერებისაკენ მიმავალი რთული გზის ნაწილია. ბედნიერება ხომ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენით მოგვრილი ტკბობაა. თქვენ ვერცად იპოვეთ ისეთ მდიდარს, რომელსაც მის გარეშე ცხოვრება შეუძლია. ბედნიერებას ვერ იყიდით, ვერც ისესხებთ, ვერც მოიპარავთ, რადგან თუნებითა და სიამით არ მოდის გროშია მისი ფასი. ამ სცენიდან მინდა მიმართო ყველა თანაწელს, ვინც თვლის, რომ ბედნიერება მისგან შორსაა. თქვენ ცდებით, ბედნიერება ყველგანაა, უბრალოდ ჩვენ არ შეგვწევს იმის ძალა და უნარი, რომ დავინახოთ ის. ფართოდ გაახილეთ თვალები იყავით, მუდამ მის ძიებაში და დამიჯერეთ, ადრე თუ გვიან მას აუცილებლად იპოვით. მე ვფიქრობ, აი ცოტა უფრო მეტი სიმშვიდე და ნაკლები ჟესტიკულაცია, მეტყველების აი დადინჯება, გაცილებით კარგი ეფექტს მოგცემს, ვიდრე ვთქვათ ეს პირველი გამოსვლა, მაგრამ აშკარაა, რომ პოტენციალი იგრძნობა შენში. ლიკას შემდეგ სცენაზე ანანო ობოლაშვილი გამოვიდა, რომელმაც დედამიწის საკუთარი ვერსია შემოგთავაზა. ზოგჯერ, როცა თვალებს ხუჭავ, წარმოვიდგენ ხოლმე ჩემეულ დედამიწას, მეტეორებისა და ვულკანების გარეშე, მწვანე ფონზე, მომღიმარი სახეებით და უცრემლო თვალებით. ნისლში მოსერინე ქოლგიანი რამდენიმე ლაროშფოკო და ამ ცხოვრებით კმაყოფილი პრეზიდენტები. ულვაშიანი ჯენტლმენები, რომლებიც გაგვიზიარებენ თავიანთ ზეფილოსოფიურ ჰიპოთეზებს. მინდა, მაგრამ არ არის. გონი არც იქნება. ამდენ სრულსაც ვეღარ იწევს დედამიწა. ყველაფერს ხომ აქვს დასასრული, ყველაფერს დედამიწის გარდა. კარგი და გამართული, შეუფერხებელი, დინამიური ქართული მეტყველება ყოველთვის მოსაწონია ხოლმე. ამიტომ მე მინდა გითხრა, რომ შენ იქნები ერთ-ერთი იმათთაგანი, რომელზედაც მე პირადად ვიფიქრებ, რომ ისინი გააგრძელებენ ამ კონკურსში მონაწილეობას. ყველაზე პოპულარული თემა კონკურსანტებს შორის ტოლერანტობა და არჩევანის თავისუფლება აღმოჩნდა. მე ვარ ათეისტი. დარწმუნებული ვარ, უკვე თქვენგან 50%-მა მაინც შეიცვალა ჩემზე აზრი. არ ვფიქრობ, რომ ადამიანისთვისებებში რელიგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე მინახავს მოღალატე მორწმუნეც და ერთგული ათეისტიც. ადამიანებმა ღმერთი მოიგონეს. და ის კი არ არის გასაკვირიან საოცარი, რომ ღმერთი მართლაც არსებობს. არამედ ის, რომ ასეთი აზრი ღმერთის აუცილებელი არსებობისა, ისეთ ველურ და ბოროტ ცხოველს შეიძლებოდა გასჩენოდა, როგორც ადამიანია. ჩვენ თვალებ გაფართოვებულები ვუსმენთ იმ ამბავს, რომ ჩვენმა მეზობელმა განათხოვარი ცოლი მოიყვანა, რომ ჩვენს მეგობარს ათეისტთან მეგობრობა შეუძლია, რომ ჩვენი ბიძაშვილის ნაცნობს ჭეშმარიტი ღმერთი არა იესო, არამედ მუჰამედი ჰქონია. ქრისტიანობის სახელით განუკითხავთ ყველა მასონს, ჰომოსექსუალს, იაღოვლს, მაგრამ გაცხარებული მსჯელობისას არ გვახსენდება, რომ სწორედ ქრისტემიანი ჭამათ არჩევანის თავისუფლება. შენ იზიარებ ეკლესიურ სურათებს და სტატუსად წერ, როდესაც ეკლესიაში მიდიხარ. მე კიდე ამას არ ვაკეთებ, რადგან ბავშვობაში მასწავლეს, რომ ჯვარი ტანსაცმლის შიგნიდან უნდა მეტარებინა. შენ ამბობ, რომ ჩვენ ხელები უკვე მეფეები იყვნენ და მთელ ქვეყანას მართავდნენ. მე კიდევ ვფიქრობ, რომ მამა ჩემი რომ ყოფილიყო მეფე და მომკვდარიყო, მეც ვიქნებოდი მეფე. დიდი მადლობა, უბრალოდ შემდეგისათვის გაითვალისწინეთ, რომ მეტად უფრო თავდაჯერებულად წარმოადგენთ, რასაც ამბობთ. ყველაფერი ძალიან კარგი, დიდი მადლობა. რთულია ჩემთვის იმის აღიარება, რომ ჩვენი თანადედამიწელებისთვის ჯერ კიდევ უცხო აზრი, რომ ყველას, მიუხედავად სქესისა, ასაკისა, ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური მრწამსისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა, აქვს უფლება იყოს ბედნიერი.
და სანამ ეს ჩვენთვის ჯერ კიდევ მიუღებელი და განსასჯელია, კანონზომიერი ყოფილა სიკვდილი სიცოცხლის შემდეგ. მადლობა. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყო. კარგად მოფიქრებული, კარგად დალაგებული და ჩემი აზრია ყოველ შემთხვევაში რომ ვფიქრობ, რომ გააგრძელებთ კონკურსში მონაწილეობას. და თუ მართლა საზღვარია ყოველი ადამიანი, რომლის აზრით ჩვენს მიერ დადგენილ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება, გაიშვირეთ მათკენ ხელი, მაგრამ ჯერ დარწმუნდით, რომ თქვენი ხელები სუფთაა. ეს მხოლოდ გამოხატვის უფლებას არ ეხება. ეს ეხება უფლებას, რომ იყო ისეთი, როგორიც გინდა იყო, თუნდაც განსხვავებული იყო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისაგან. ეს არის ადამიანის უფლება და თუ თავისი უფლების რეალიზებისას ის არ შეურაცხყოფს ან არ აწუხებს სხვის უფლებას, მაშინ ის არ უნდა შეგზიზღდეს, მაშინ ის არ უნდა მიიჩნიო შენთვის მიუღებელ პერსონად და ადამიანად. და ეს პათოსი მოდიოდა შენი სიტყვიდან და მე ვფიქრობ, რომ შენ კარგად გაართვი თავი ამოცანას. მათგან რომელს გაუმართლებს, გადაცემის ბოლოს გავიგებთ. დარჩენილი სპიკერები კი თავიანთ გამოსვლას ელოდებიან. ნერვიულობენ და სცენაზე გასვლის წინ სიტყვას იმეორებენ. ხელოვნება ისეთი არ არის, რომ სიტყვის თქმაში ხელი შემიშალოს. ამიტომ შევეცდები, რომ ჩემი სიტყვა გამართულად კარგად თქვა, როგორც დაგეგმილი მაქვს. ჟიური ჩემი აზრით იქნება კომპეტენტური და არის სწორ აზრს გამოთქვას ალბათ თან ჩვენ შეხედულებების და ჩვენ შესახებ. თავარი სპიკერისთვის არის, რომ ჯეროდეს რასაც ამბობს, იყოს დამაჯერებელი და რა თქმა უნდა, მაყურებელთან იყოს უშუალო. მე დღეს იმ სტატიის განხილვას შევეცდები, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ ამოვიკითხე ერთ-ერთ მართლმადიდებულ საიტზე. სტატია აბორტს ეხება, მისი ავტორი კი ძალიან ცნობილი თეოლოგია მთელ კავკასიაში. ის ამბობს, რომ გაუპატიურების შემთხვევაში ხშირად დაორსულება არ ხდება და ეს ხდება ერთეულსა და გამონაკლისს შემთხვევებში, რაც რა თქმა უნდა არასწორია. ძალიან დიდი შანსია გოგონას დაორსულებისა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოძალადე არ იყენებს თავდაცვის საშუალებებს. ნუ თუ ასეთი განცხადების გაკეთებით, უფრო მეტ გამბედაობას არ შევმატებთ მოძალადეებს, მე ამ გამოსვლით არ ვსაუბრობ აბორტის ავკარგიანობაზე. მე მინდა ვთქვა ის, რომ სოციუმში რელიგიის არასწორ აგიტაციას შეიძლება ძალიან ბევრი არასწორი შედეგი მოყვეს. მე მსურს მოუწოდო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ადამიანზე განონის მოხდენა. ნუ დაწერთ და გამოვაქვეყნეთ ისეთ სტატიებს, რომელსაც ადამიანურ გრძნობებზე დაფუძნებული რედაქტირება ესაჭიროება. მადლობა ყურადღებისთვის. რატომ გას ნერვიულობდით? ეცადეთ, რომ აღარ იდერო, აფერს ანერვილო არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან კარგი. როგორც ჩანს, შეგიძლიათ ფიქრი და შეგიძლიათ საინტერესო და აქტუალური თემების შერჩევა სალაპარაკოთ. დიდი მადლობა. მადლობა. კასტინგის მეორე დღეს აუდიტორიის წინაშე სულ 60 ბავშვი გამოვიდა. ჟიურის მოხიბლას ყველა თავისებურად ცდილობდა. თუმცა საკუთარი სიტყვის მტკიცება ყველასათვის ერთნაირად მარტივი არ აღმოჩნდა. დავიწყო? მოგესალმებით ყველას. დიდსა თუ პატარას. I have a dream. ასე დაიწყო თავისი ისტორიული გამოსვლა მარტინ ლუთერ კინგმა 1963 წელს. მივესალმები ყველა ქართველს. დაეცემი ადექი, ისევ დაეცემი, ისევ ადექი. ჩვენს კი ხომ კიდევ ბევრი მწვერვალია დასაპყრობი. თემა, რომელზეც მინდა გესაუბროთ, მრავალი წლის დაგროვილი ტკივილია. ჩვენ გვინდა მოგვისმინოთ, ჩვენ გვინდა გაგვიყვეთ, ჩვენ ვარსებთ. მე მჯერა, რომ ახალი სული, ახალი იდეები გასდება ქვეყნის ფარგლებს და მალე ყველა აღნიშნავს, რომ ქართული მუსიკა ძალიან მაგარია. გამოვწევდა. გადაში. ხალხი აიმე ხო ადამიანი. აიმე და მოდი დავფიქრეთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი ოცნების სამყარო. გმადლობ. ვინ მოახერხა ჟიურის დარწმუნება და ვინ გააგრძელებს ბრძოლას სპიკერის ტიტულისათვის? ამას რეკლამის შემდეგ გავიგებთ. პროექტის გამარჯვებულისათვის პრიზი დააწესა ამერიკულ ქართულმა განათლების ცენტრმა LIV. ანალიტიკური აზროვნება. აუცილებელი განათლება. ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. სოციალური პასუხისმგებლობა. ზრუნვა მომავალს. ყოველ შაბათს 18 საათზე ვიყურეთ და მიამყრეთ. ყველაზე ეროვნული მედია პროექტი ეტალონი. ეტალონის მეგობარია კომპანია ალბატროსი. კომპანია ალბატროსი. იდეალური სიმყუდროვე, იდეალური პირობებით. ეტალონის სპონსორია ახალი ნათება.
თუ გჭირდება განათლება, ეტალონი. თუ გჭირდება განათება, ახალი ნათება. ეტალონის მეგობარია კულ 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქტი. ეტალონის პარტნიორია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი. კარიერას ვიწყებთ დღეს. Oh my god. My khinkali, my own. გამარჯოს. შრომა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა. ორსულობა არ არის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. შენ უფლება გაქვს მიიღო დეკრეტული შვებულება. შენ უფლება გაქვს მოითხოვო შვებულების ანაზღაურება. დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 126 დღეა. შენ უფლება გაქვს დეკრეტული შვებულება გამოიყენო მშობიარობამდე ან მშობიარობის შემდეგ. დეკრეტული შვებულების უფლება აქვთ ოჯახის სხვა წევრებსაც. ისარგებლე შენი უფლებებით. თუ თქვენი უფლებები ირღვევა, დაგვიკავშირდით. 299 88 56. ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლი. სადღაც აქ იწევს რა. აბა, ყურადღება. ესეც ჩვენი პირველი თევზი ჯიმაცზე. აი რატო მინდოდა ბუნებაში გაკეთება. ნახე, გადაიღე რაღაც სერიოზული. ამოუს. ახე რა ბიჭია. თუ ბუჩქებთან გამოვარდა შენ ერთი და გუბესთან თუ გამოვიდა შენ. და შენ უკრიდან მოუარე რა რომ გამოჩდეს ისიც კადიჩი. ნახეთ, ყოველ ორშაბათს ღამის ეთერში საფარი. გადაცემას საფარი წარმოგიდგენთ მსოფლიო ბრენდი არაყი ნემიროვი. ნემიროვი, გაიმდიდრე ცხოვრებისკენ. გადაცემას საფარის პარტნიორია ორბისი. თქვენი შიფრო უსაფრთხოა. ორბის სწავლება, საუკეთესო ხალხის არგენტინული გამოსვლები, 90 წლიანი გამოცდილება გათხოვის სფეროში. ორბისი. გადაცემა საფარის სპონსორია დიო. ავტომატური დამცავი ჟალუზები დიოსაგან. იცხოვრეთ ლამაზად და მშვიდად. პროექტის გამარჯვებულისათვის პრიზი დააწესა ამერიკულ ქართულმა განათლების ცენტრმა ლივ. სცენაზე გამოსასვლელად ფარნავაზ მურვანიძე ემზადება. ფარნავაზი ფოთიდან ჩამოვიდა. წინასწარი მოსმენაც თავის ქალაქში გაიარა. ყველაზე მეტი აპლიკაცია სპიკერში მონაწილეობის შესახებ კონკურსის გამოცხადებიდან რამოდენიმე დღეში სწორედ ფოთიდან შემოვიდა. კონკურსანტები ქალაქის მესამე საჯარო სკოლასთან დილის 12 საათისათვის შეიკრიბნენ. მომავალი სპიკერები ნერვიულობის მიუხედავად აუდიტორიის წინაშე თამამად გამოვიდნენ. დაფიქრდით, უბრალოდ რამდენ კარგ მეგობარს, ნაცნობსა და გულშემატკივარს კარგავთ. ამიტომ მათ არ გააჩნიათ პროტესტის გრძნობა. იმედია ყველა დამეთანხმება, რომ 21 საუკუნის ყველაზე აქტუალური თემა სწორედაც ეკოლოგია გახლავთ. დიახ, გეცინებათ, მაგრამ ეს ქალაქის სიბინძურაზე მეტყველებს და ჩვენ ყველა ფოთელები ვართ და ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ. ჩემი ოჯახით ვიყავი წასული ბათუმში. მათ შორის იყო ფარნავაზ მურვანიძეც, რომელმაც თავისი ქალაქის შესახებ ისაუბრა. ფარნავაზი 14 წლისაა.
განსაკუთრებით უყვარს თავისი ქალაქი და მის განვითარებაზე ბევრს ფიქრობს. მოგესალმებით, მე ვარ ფარნამურ ვაინძე. 14 წლის უკვე 14 წელია რაც ამ ქალაქში ვცხოვრობ და ბევრი რამ აქვს სათქმელი ამ ქალაქისთვის. ამიტომაც მომინდა მიმეღო მონაწილეობა სპიკერში. სპიკერშიც ამიტომ მოვიდა. უნდა რომ თავისი გულის ტკივილი ფართო აუდიტორიას გააცნოს. მე თეთრი შურს ბათუმის, რადგან მინდა რომ მე ცხოვრობდე ისეთ ქალაქში, მაგრამ მიყვარს ჩემი ქალაქი და მინდა მის შენობაში მეც მივიღო წვლილი. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებს. ასევე უყვარს განმარტოვება და ზღვისპირას სეირნობა. ახლა ვიმყოფებით ქალაქისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილას პორტში. მინდა რომ თითოეული ტურისტისთვის და აქ ჩამოსული მეზღვაურისთვის ეს ადგილი ყოფილიყოს დასამახსოვრებელი. თulis რომ პროექტში წარმატებას აუცილებლად მიაღწევს, რადგან სპიკერისათვის აუცილებელი თვისებები აქვს. ნახოთ რამდენად წარმატებული იქნება ფარნავაზის გამოსვლა ჟიურის წინაშე. ამ წელს ჩემ ოჯახთან ერთად ვიმყოფებოდი ქალაქ ბათუმში, ძალიან მოვიხიბლე განახლებული ბულვარით, შეუმანა ნაგებობებით და განსაკუთრებით ღამის ბულვარის ილუმინაციებით. ბულვარში ძენობისაც იგრძნობდა ზღვის სიახლოვე, რომ ის საპორტო ქალაქი იყო. ჩემი ქალაქიც საპორტო ქალაქია. მინდა რომ ის ასეთივე ლამაზი და მშვენიერი იყოს, როგორც ბათუმი. თითოეული ჩვენთაგანისთვის, ასევე იმ უცხოელი ნაოსნობის მეზღვაურისთვის, რომელიც ჩვენი ქალაქის სანაპიროს მოადგება, რომელსაც ძალიან დაამშვენებდა ბულვარი და აღამაღლებდა განწყობას. ფარნაოზი ცოტა ნერვიულობს. ბევრს. ხო, ბევრი არ მინდოდა მეთქვა. მე ვფიქრობ, რომ ამ შენს გამოსვლას არ ჰქონდა სტარტი, გამოკვეთილი, რაღაცა შუა ნაწილი, სადაც ავითარებ შენ აზრს და მე რაღაც დასკვნა, სადაც საზოგადოებას ან რაღაცისკენ მოუწოდებ, ან გსურს რაღაცაში დაარწმუნო. ფარნავაზის შემდეგ მიკირტი ჩახდინარიანი გამოვიდა, რომელმაც სპიკერის სცენიდან საზოგადოებას ერთმანეთის მოთმენისაკენ მოუწოდა. რატომაც სომეხი ყველას აფერისტი გონია. როცა ამბობ რომ რუსი ხარ, ხალხი ფიქრობს რომ ძალიან გიყვარს არაყი. ხო, თუ აზერბაიჯანელი ხარ, მაშინ საუბრობდოთ ბაზარში ყიდი მწვანელს. მაგრამ მწვანეს გამყიდველები იყვნენ თუ აფერისტები, ადრე მათ კონფლიქტი არ ქონიათ. ჩვენ ყველას არ უნდა დაგვაუწყდეს რომ სან ჩვენ ვიქნებით ქართველები თუ სომხები, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ. ყველას გვიყვარს საქართველო, ქართული მიწა, წყალი, ღვინო. რა მნიშვნელობა აქვს თქვენ გვარს, ან ჩემ გვარს? მთავარია სულით ვიყოთ ქართველები. მოდით ვიყოთ ტოლერანტები. იყო ტოლერანტი, ნიშნავს იყო მომთმენი. მოდით მოვიცინოთ ერთმანეთი და ვიცხოვროთ მშვიდად. სასაუბროდ მძიმე თემაში არჩია ნანა მაისურაძემაც. ახლა ფაქტი რომ ბავშვი შეიძლება სკოლიდან თვალდალუჯებული დაბრუნდეს, იმაზე უფრო საშიშია ვიდრე ადრე იყო. დღეს დიდ ბრიტანეთში მოზარდთა 85% ბულინგის ხორბლია. სოფლიოში ეს სტატისტიკური მაჩვენებელი კი 40-ს აღწევს. ჩაქვის მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ. თითოეული შემთხვევა კი იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ბულინგი ინდივიდუალურია, მაგრამ ყველა მათგანი საჭიროებს დახმარებას როგორც მოძალადისთვის, ასევე მსხვერპლისთვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში დუმილს ამჯობინებს, სასოწარკვეთილია და მდგრადადაა მიდრეკილი სუიციდისაკენ. დღეს ყველა მოზარდი პოტენციური მსხვერპლია და ყველა მოზარდი პოტენციური მოძალადე. ბულინგის შემცირების ერთადერთ გზას კი მისი გამხელა წარმოადგენს. თქვენ, ვინც გახდით ფაქტის მომსწრე, ან ხართ მსხვერპლი, მიმართეთ ყველას, ვიზეთ ხმა მიგეწოდებათ, იქნება ეს მშობელი თუ მასწავლებელი, სკოლა თუ ორგანიზაცია, კმარა სიჩუმეში ტანჯვა. ჩვენ აქედანვე უნდა დავიწყოთ ჯანსაღ მომავალზე ზრუნვა. აღკვეთოთ ძალადობა ჩანასახშივე, რათა შემდეგ არ ვიცხოვროთ კრიმინალურ სამყაროში. სადაც მოძალადემ მხოლოდ პაიკია, ნახევარი მსოფლიოს ნაგავი. თემა, რომელიც ჩვენ დღეს შემოგთავაზე, უფრო ხშირად უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების განსჯის საგანი. ძალიან კარგი გოგონა ხარ, კარგად ჩამოყალიბე შენი აზრი და ყოჩახ. საკუთარ გამოსვლას დიდი ენთუზიაზმით ელოდება მომდევნო გამომცვლელი, რომელმაც სხვა კონკურსანტების გამხნევება გადაწყვიტა. თუ სპიკერში არა, ალბათ ვოკალურად მაინც ვიზავ რამეს და გავამხნევებ ბავშვებს. ლუკა მეტრევე, 16 წლის. უყვარს მუსიკა და მთელს თავისუფალ დროს ამ საქმიანობას უყურს. ახლაც რეპეტიცია აქვს. გამარჯობათ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით მეტეხი ლაივის არეპეტიციაში. მე ლუკა მეტრეველი ვარ, ეს კი ჩემი ბენდი არის Lost Chapter-ი.
ამ ბენდთან ერთად დაახლოებით მე-13 თვეა უკვე მოღვაწეობ და ამ 3 თვის განმავლობაში ბენდის გარდა ეს გახდა უკვე ჩემი ოჯახი, ასე ვთქვათ, ეს ადამიანები არიან ჩემი უსაყვარლესი მეგობრები და საერთოდ საქართველოში თუ იმასთან ერთად ვაპირებ მუსიკალური კარიერის გაგრძელებას, ალბათ ეს ბენდი იქნება და რეპეტიციაც ზუსტად აი ამ წამს დავიწყეთ. ლუკა ბავშვობიდან მღერის, საკუთარი თავის სხვადასხვა ჟანრში გამოსცადა და ბოლოს სასურველს მიაგნო. დაახლოებით 12 წლის ვღეროდი ქართულ ფოლკლორს, მაგრამ მივხვდი რომ ეს მე ჩემი არ იყო და 14 წლის ასაკში დაახლოებით უკვე დავიწყე იქეთ როკისკენ, ბლუზისკენ, პროგრესივისკენ ყურება. თავიდან რა თქმა უნდა ეს არ რთული იყო ჩემთვის, იმიტომ რომ დაკვრის სტილითაც და ვოკალით არც ისე გამოგვირჩევდი ჩვეულებრივი ქართული მუსიკოსისგან, მაგრამ ეს განვითარდი ასე თუ ისე დაახლოებით მე-3 ჯგუფი გამოვიცვალე და ვიპოვე ის ადამიანები, ვისთანაც მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრების დიდი დროის გატარება და ვისთანაც სადღაც ვიმუშაო. სიმღერის გარდა როგორც თავად ამბობს, კიდევ ლაქლაკი ეხერხება. სპიკერში მონაწილეობაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. მთელი ჩემი ცხოვრება ლაქლაკის მეტი კარგად არაფერი გამომდიოდა, იმიტომ რომ ყველაზე კარგი ვარ ამაში, მუსიკის მერე. ამიტომაც გადავწყვიტე რომ სპიკერში მოვსულიყავ. ჟიურის კომპეტენტურობაში ეჭვია რეპარება. სამივეს ხასიათი კარგად შეისწავლა და იცის თუ როგორ უნდა მოხიბლოს თითოეული მათგანი. პირადად არა, მაგრამ შორი ახლოდან მაინც ვიცი ჟიურის წევრები ვინ არიან და ნერვიულობის პონსოს ცოტა აკრობს, იმიტომ რომ ვიცი ვის წინაშე უნდა დაარსდგე. ბატონი კი ამორგოლე ძალიან სერიოზული და ისეთი უმიმიკო ადამიანია და შეიძლება ვერც გაიგო მოსწონ ხარ თუ არა და ყველაზე მეტად მის გულის მოგება შევეცდები. საკროფაგაძე ცოტა რთულად დასახასიათებელი ადამიანია, მაგრამ მაინც ყოველთვის ის კალური შარმი იცის, რომ კიდე მამაკაც გაძლევს იმის საშუალებას, რომ კარგად წარმოაჩინო შენი თავი და თუ რომელიმე ადამიანს დედამიწაში ყველაზე მაგარი რიმელი აქვს, ეს გიმიტეოზაცია, იმიტომ რომ ამ კაცს რო უყურებ, ბედნიერი ვხდები და ყველაზე დიდი სტიმული ამ კაცისგან მივიღებ ყოველთვის სტიმულს, ალბათ მე ესე ვფიქრობ. მით უმეტეს ვიცი, რომ მოსწონთ პატარა იუმორის დეტალები, რაღაც არაორიგინალურობა, ორიგინალურობა და მაქსიმალურად შევეცდები ისე გასვლის წინ ექსპრონტად ეს ყველაფერი ჩავაგდო ამაში, გააჩნია სიტუაციას. თავდაჯერებულია და გამარჯვების იმედიც აქვს. ფიქრობს, რომ წარმატებას სწორედ სპიკერის მეშვეობით მიაღწევს. ყოველთვის მგონია თავი პირველი. მგონია კი არა, უმეტეს შემთხვევაში ვარკიცეც. და ამიტომაც რავი, სტაბედის მონახევრიაო და მე მგონია რომ გავიმარჯვებ. ვნახოთ, რომელი უკეთ გამოსდის ლუკას, სიმღერა თუ ლაქლაკი. რას ნიშნავს ნათელი მომავალი? ამ კითხვაზე პასუხი ინდივიდუალურია. ჩემთვის მისი დეფინიცია პიროვნების სრულფასოვანი რეალიზაციით განისაზღვრება და რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება. ნიჭი, განათლება, მოხერხებულობა, დრო. დრო, რომელიც ჩვენ არც თუ ისე ბევრი გვაქვს და დრო, რომელსაც ეს ყველაფერი ერთად უნდა დაიტიოს. დრო და ინტერვალი, რომელსაც ვერც ქართული საზოგადოება, ვერც ქართული ოჯახი და ვერც სახელმწიფო ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, ანუ ქვეყნის მომავლისთვის ვერ იმეტებს. საქმე იმაშია, რომ მოსწავლე სკოლის დამთავრებიდან უმაღლეს სასწავლებელს ჩაბარებამდე არ ეძლევა მართებული არჩევანის გაკეთების საშუალება. მას არ აქვს დაფიქრების დრო. ანუ კონკრეტულად სწავლის ცირკულაციაში, ტვინში და ამ წნეხში ის ვერანაირად ვერ მოიფიქრებს, რა შეიძლება აკეთეს ცხოვრებაში. იშროვოს ისეთი სამსახური, რომელიც მატერიალური სარგებლის მომტანთან ერთად უნდა გახდეს სიამოვნების წყარო. აქედან გამომდინარე, 25 წლამდე ასაკის ადამიანებში ყველაზე ხშირი ნერვული სტრესი არის 17-18 წლის ასაკში. ისმის კითხვა, რატომ მაინც ამეც იმ ასაკში, როდესაც მოსწავლე სკოლას ამთავრებს? პასუხი ჩემთვის ნათელია. ის განიხსნის ფსიქიურ და მორალურ წნეხს საზოგადოებისგან, ოჯახისგან და სახელმწიფოსგან. მე, როგორც მომავალი სტუდენტი, პასუხისმგებლობას ვაკისრებ აბსოლუტურად ყველას. საზოგადოებას ვთხოვ, მოეშვით ხელების ფათურს სხვების ცხოვრებიდან. ოჯახს ვთხოვ, გათავისუფლდეთ საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან მოვითხოვ, რომ დააკმაყოფილოს ჩემი, როგორც მისი მოქალაქის მოთხოვნა, რომელიც ამ ტრიბუნიდან სხვების ინტერესების გახმოვანებაა. სასწავლო კურსი დამთავრებელ კლასებში ჰუმანიტარულ და ტექნიკურ ნაწილებად გაიყოს და ჩვენ მოგვცეს არჩევანის გაკეთების ეტაპობრივი საშუალება. ასევე ჯარში სავალდებულო მსახურობა შეიცვალოს ნებაყოფლობითი სამსახურით და ძალიან გთხოვთ, პატივი ეცით ჩვენი ნების თავისუფლებას. პატივი ეცით დროს, რომელიც ამ თავისუფლების განცემზღვრულია და დროს, რომელიც ჩვენ არც თუ ისე ბევრი გვაქვს. მე კი ხედავ შენ მომდევნო ტურში, მაგრამ როგორ იქნება ეს ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ თუ იქ მოხვდები, აუცილებლად დაიმახსოვრე, რომ ორივე ფეხზე მყარად უნდა იდგე, როდესაც აუდიტორიას მიმართავ და არ არის საჭირო ხან ერთზე და ხან მეორეზე დგომა.
ეს ამ წუთას შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მერე და მერე უმნიშვნელო დეტალი ამ კონკურსში აღარ იარსებებს. მადლობა. მადლობა. მომავალს ეხოდნანთ. მომავალს ეხოდნანთ. გადავა თუ არა ლუკა მომდევნო ტურში, ამას მოგვიანებით გავიგებთ. მიშველეთ. სიმართლე გითხრათ, ეხლა შესაძლოა ცოტა ნერვიულობ, მაგრამ იმედი მაქვს კულისებში რომ დავჯდები, კარგად ეს ნერვიულობა გადავა. ლუკას შემდეგ სცენაზე იოანე თათანაშვილი გამოვიდა, რომელმაც თავისი თემით ჟიური და აუდიტორიაც გაამხიარულა. კლასში სიმსუქნით მეორე ვარ, სახლშიც პირველი მამა ჩემია. ამიტომ თამამად შემიძლია ვილაპარაკო სიმსუქნეზე. მსუქანი ადამიანი კომპლექსიანია. მეც კომპლექსიანი ვარ. მეშინია რომ სიმაღლეში არ გავიზრდები. ანდა, როცა ბიჭები ზაფხულში ბურთს თამაშობ და ცხელა, ყველა მაისურს იხდის, ჩემ გარდა. როდესაც დედა ჩემს ტასაცმლის საყიდლად მიყავარ მაღაზიაში, ნახავ რაღაცას, რაც ძალიან მომეწონება და დედა მეუბნება, არ გიხდება შვილო, პატარა გაქვს, მუცელი გეტყობა, ეს საშინლად მდგუნავს. როცა მეგობარი წონაზე გამეხუმრება და ირგვლივ ყველა იცინის, მეც იძულებული ხდები გავიცილებ, ამ დროს კი სულ არ მეცინება. მაგრამ არ მინდა იფიქრონ, რომ რახან მსუქანი ვარ, იუმორის გრძნობა არ მაქვს. და ერთია, მინდა რომ უფროსმა ადამიანმა შეხვედრისას ლოყაზე ჩქმეთის მაგიერ გამარჯობა მითხრას. მაგრამ რეალურად პრობლემა არც ლოყაზე ჩქმეტაში, არც წონაზე ხუმრობაში და არც მაისურის გახდაშია. პრობლემა ის არის, რომ სიმსუქნე დაავადებაა, რომელიც სოფლიოში 1 მილიარდ ადამიანამდე აწუხებს. 300 მილიონი კი იმდენადაა დაავადებული, რომ მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. მოკლედ მეგობრებო, შეიძლება არასდროს არ უყოთ ათლეტური აღნაგობის, მაგრამ მაინც ჯობს რომ გავხდეთ. ესე იგი, შენ ხარ ჩემს თვალში ყველაზე გამხდარი ადამიანი. აი ყველაზე, იმიტომ რომ ყველაზე ათლეტური, იმიტომ რომ ხუმრობა იქით იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გარდა იმისა, როგორც შენ აღნიშნე, თუ ეს ავადმყოფობაში არ გადადის ადამიანის ვიზუალს, მთავარია მისი სულიერება, მისი გონება და მისი კონტაქტი ადამიანებთან. შენ ეს გაქვს 10-იანზე, არ ვიცი, აი ყველაზე მაღალ ქულაზე, 13 წლის ასაკში, ესეთი იუმორი, პირადი დამოკიდებულების გადატანა ზოგად საკაცობრიო პრობლემაში ნამდვილად არის სიმსუქნე, დღეს მსოფლიოს პრობლემა. და მინდა გითხრა, რომ ნამდვილად არაჩვეულებრივი გამოსვლა იყო, იმიტომ რომ შენ ხარ არაჩვეულებრივად გონიერი ადამიანი. თავარი ეს არის. დიდი მადლობა. მედეა, თინათინი და თამარი ქუთაისიდან არიან. წინასწარი მოსმენაც ქუთაისში გაიარეს. ახალგაზრდა სპიკერების მოსასმენად გადაცემის შემოქმედებითი გუნდი ამჯერად ქუთაისს ესტუმრა. ძველი სატახტო ქალაქი, განახლებული ხედებით და ახალი შენობებით ახალგაზრდებისათვის საყვარელ ადგილად იქცა. ახალ საპარლამენტო ქალაქში სპიკერობის მსურველები მრავლად იყვნენ. კონკურსის პირველ შესარჩევ ეტაპზე მონაწილეები ქვეყნის მეორე დედაქალაქში იმერეთის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. რეგისტრაცია 50-მდე კონკურსანტმა გაიარა. სპიკერის სლოგანია ილაპარაკე რომ შეგამჩნიო. მე მინდა რომ შემამჩნიო. შესაბამისად მინდა რომ მივიღო სპიკერში მონაწილეობა. ძალიან კარგი შანსი ეძლევა ყველა მოზარდს რომ თავის რეალიზება მოახდინოს საზოგადოების წინაშე და ჩემი მიზანიც ის იყო, რასაც თავად ეს პროექტი ისახავს. მიზანი ვფიქრობ რომ მაქვს შესაძლებლობები, ამბიციაც რომ მოვახერხო რეალიზება საკუთარი თავისა. თემები მრავალფეროვანი იყო. კონკურსანტების ინტერესში ზოგად საკაცობრიო პრობლემები მოექცა. თუმცა აქცენტი ახალგაზრდა სპიკერებმა მათთვის ყველაზე აქტუალურ საკითხზე, თვით რეალიზაციასა და ინდივიდუალიზმზე გააკეთეს. სურს რომ გითხრათ, ყველა თქვენგანს აქვს უფლება. აკეთოს ის რაც უნდა, ოღონდ სხვას არ აქვს. ჟურნალისტიკა არის პროფესია, სადაც უნდა დატოვო ყოველგვარი ეს სიტყვები ისე დამკვიდრა ჩვენ შებღალულ და დამცირებულ ენაში, როგორც თავის დროზე სპიჩკა, სტოლი, პოლი და ასე შემდეგ. აქედან ხოლოდ ბევრი ადამიანი, მაგალითად ბიჭები ან გოგონები მონაწილეობენ თამბაქოს მოხმარებაში. ხო, და პიეს.
სადაც კვირკველიამ გაუკეთა ფინტი ჟერარდ პიკეს, მაშინ მშვიდად მოგახსენებთ, რომ დავიპყრობს პიკერს. ნახოთ მოახერხებენ თუ არა ქუთაისელი კონკურსანტები ჟიურის მოხიბლას. მე ჩემს თაობას მიმართავ. ბოროტება წარმავალია. მას მოდი ვიამაყოთ სიკეთით და ნუ დაგჯობნოს უიმედობა. მოდით, ყველამ ერთად დავძლიოთ ეს პრობლემა და შევიტანოთ წვლილი იმაში, რომ ჩვენ სუფთა და ლამაზ გარემოში ვიცხოვროთ. ჩემი აზრით, საზოგადოებასთან ამ ადამიანების ინტეგრაციამ, საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებამ და რა თქმა უნდა, ქველმოქმედებამ შედეგი ნაწილობრივ გამოიღო. და დღეს მე მჯერა, რომ ბავშვსახლების რაოდენობა კიდევ უფრო საგრძნობად შემცირდება. ძალიან დამაჯერებლად საუბრობდი, ძალიან კარგად მეტყველებ შენ, მაგრამ მე მომეჩვენა, რომ ეს იყოს საუბარი, რომელიც მე არაერთგზის მომისმენია. რაღაცა ესეთი ორიგინალური, განსაკუთრებული იდეა მე პირადად ვერ დავინახე. მომდევნო გამომსვლელი გუგა სუხიშვილია, რომელმაც საზოგადოდ მიღებულ ნორმებზე ისაუბრა. მე ადამიანი არ მინდა ვიყო ბრბოს ნაწილი. ბრბოსი, რომელშიც ინდივიდუალობა დაკარგულ ინდივიდებს შეუფარებიათ თავი. მე არ მინდა გავკითხო სხვა იმისთვის, რომ ის მე არ მგავს. მე მინდა ვიყო საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ბრბოს გამოვიყო. მე არ ვამბობ, რომ ეს მარტივია. ბრბო სასტიკია. ბრბო გააჭმევს, ბრბო საჭმევს, ბრბო ხელფას გიხდის, ბრბოსთვის მუშაობ. ეს ჩაკეტილი ციკლია, რომელიდანაც ძალიან რთულია ამოვარდნა. მაგრამ ამოვარდები რა, შენ სხვა ჩაგანაცვლებს. ესეთი თემა, რომელზეც ბევრს უთქვამს, ბევრს ულაპარაკე აქაც უთქვამთ, მაგრამ შენ ძალიან კარგად მონახე ის განსაკუთრებული სიტყვები, რომელთაც შეძელი ავტორის აყვანა და რაღაცაში დარწმუნება, რომ კარგია ინდივიდუალობა და კარგია იყო გამორჩეული. დიდი მადლობა. კულისებში თავის გამოსვლას ელოდება გიორგი ხარატიშვილი, რომელიც კახეთიდან ჩამოვიდა. ილაპარაკებს იმისთვის, რომ შეამჩნიონ. გიორგი ხარატიშვილს სპიკერში მონაწილეობას სწორედ პროექტის ლოზუნგმა გადააწყვეტინა. მე ვარ გიორგი ხარატიშვილი, 16 წლის კახეთიდან. მე გადავწყვიტე მიმიღო მონაწილეობა სპიკერში. ყოველივე ეს გამოუდინარეობს თვითონ ამ ლოზუნგიდან, რომელიც არის ილაპარაკე რათა შეგამჩნიონ. უპირველეს ყოვლისა მე მაქვს სათქმელი საზოგადოებისათვის და სწორედ ამის თუ ვლაპარაკობა. გიორგისთან ერთად კონკურსში მონაწილეობას მისი მეგობრებიც იღებენ. კონკურენციის მიუხედავად ისინი ერთმანეთს მაინც გულშემატკივრობენ. მეგობრები ხშირად ვიკრიბებით ხოლმე, დღესაც ისე მოხდა, რომ გამოვემართეთ შესარჩევ ტურნირში და ვფიქრობთ, რომ ყველანი ერთად წავდგებით სპიკერში. საჯაროდ სიტყვით გამოსვლა გიორგისათვის უცხო არ ყოფილა და იმედი აქვს ეს გამოცდილება სპიკერში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. თუ მოახერხებ რომ გავხდე საქართველოს სპიკერი, ეს უფრო დამეხმარება, რათა ადვილად შევძლო კონტაქტი საზოგადოებასთან და მივიტანო ჩემი სათქმელი. ლაპარაკს ისტორიის მნიშვნელობაზე აპირებს. უნდა რომ თავისი კუთხის წარმომადგენლებს წარსული შეახსენოს და ცოტათი მაინც დააფიქროს დავიწყებულ იდეალებზე. ჩვენი მყოფებით ბატონის ციხესთან მოახსენებათ თითოეული კახელისათვის ერეკლე მეფე არის მისაბაძი პიროვნება. თითოეულ ამ ყოფნის დროს ადამიანს გეუფლება სიამაყის გრძნობა, რომ ხარ სწორედ ამ პიროვნების თავმავალი. მე ვისურვებდი სწორედ მისი იდეალები გადმოსული იყოს თითოეული კახელი მცხოვრებისათვის, რაც ამ გენიალურ მეფეს გააჩნდა. სწორედ ეს არის, რომ უნდა გავითავისოთ მათი თავდადება, თითოეული ქვეყნისთვის დიდი პატრიოტიზმი და სწორედ ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ მკვიდრად და წარმატებულად გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია. ვნახოთ მიაღწევს თუ არა წარმატებას გიორგი. დაუყოვნებლივ უნდა ამაღლდეს ისტორიის როგორც სასწავლო დისციპლინის ავტორიტეტი. სახელმძღვანელოები დღეს რომ კრიტიკას ვერ უძლებს, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. და თუნდაც ეს საგანი აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ყველა უნივერსიტეტში, ყველა პროფესიისათვის. აუგზავნოთ მომავალი თაობა პატრიოტული გრძნობით. ანუ შევასწავლოთ ჩვენი მდიდარი ისტორია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიტანეს აქამდე. სურს ჩემი სიტყვა აქ დავასრულო, ვისაც ყურები გაქვთ, ისმინეთ. გიორგის შემდეგ სცენაზე მომდევნო კონკურსანტი გამოვიდა. დაზავეთ გონება და წარმოიდგინეთ თქვენ თავი მოხუცებულობაში. წარმოიდგინეთ თუ რა ძლიერ გინდათ, რომ თქვენს მიზნებს მეტი მონდომებით მიყოლოდით. უკეთ გეკეთებინათ თქვენი საქმე, სანამ შეგეძლოთ. უფრო ძლიერად, უფრო ხშირად ჩახუტებოდით თქვენთვის საყვარელ ადამიანებს, მეგობრებს, მშობლებს, სანამაც აკარგავდით. და დაგეფასებინათ თქვენი ცხოვრების თითოეული წუთი და წამი. ახლა კი უკვე გვიანია. შეხედეთ აწმყოს ხვალინდელი დღის ან სულაც მომდევნო წუთის გადმოსახედიდან შეაფასეთ და დააფასეთ იგი და შეიძლება ცხოვრება უკვე უკეთეს გზაზე დააყენოთ.
მე კი ყველაფრის მიუხედავად ხვალ ალბათ მაინც ვიტყვი რომ დღეს უკეთ გამოსვლა შემეძლო. მე მინდა დაგეთანხმო და გითხრა რომ შენ უკეთ გამოსვლა ნამდვილად შეგიძლია, მაგრამ არც ახლა გამოხვედი ცუდად. პირიქით ძალიან კარგად გამოხვედი. შენი ჟესტიკულაცია, დარბაზთან ურთიერთობა, მანერა, აზრი, ყველაფერი იყო შერწყმული ერთმანეთთან. ცოტა მეტი სითამამეც თუ გამოყვება ამას ყველაფერს და ცოტა მეტი უფრო დარბაზში ყურება და არა ცოტა აქეთ-იქით თვალების ცეცება, დამიჯერე გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. საერთო ჯამში მე მინდა გითხრა რომ შენ ძალიან კარგად გამოხვედი და უკეთესი შეგიძლია კიდე. დიდი მადლობა. გიორგი ცავა სენაკიდან არის. მან აქ ჩამოსვლამდე წინასწარი მოსმენა ზუგდიდში გაიარა. როგორი გამოსვლა ჰქონდა გიორგის ამას რეკლამის შემდეგ ვნახავთ. პროექტის გამარჯვებულისათვის პრიზი დააწესა ამერიკულ ქართულმა განათლების ცენტრმა LIV. საქართველოში ყოველდღიურად 8 ადამიანი იღუპება პასიური მოწევის გამო. შენს კომს სხვებით სუნთქავენ. ნუ ქმნის აფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას. იფიქრე სიცოცხლეზე. ნუ იქნები გულგრილი. კამპანია ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის ფარგლებში. პროექტის გამარჯვებულისათვის პრიზი დააწესა ამერიკულ ქართულმა განათლების ცენტრმა LIV. საავად 16 წლის და ჩამოვედი სენაკიდან ზუგდიდში, რომ მიმეღო მონაწილეობა პროექტ სპიკერში. როგორ ახარ? მიცნობ? აი, ხედავ, აი არ მიცნობს. მაგრამ სულ მალე გამიცნობი. მე ვარ გიორგი. აქამდე ხო არ მიცნობდი, თუ მიცნობდი, რავი? არა? სამწუხარო, აი ესე წარმიცნობდა თუნ. შეიძლება უკვე მიხვდით, ან ვერ მიხვდით, მაგრამ მე გეტყვით რომ ვისაუბრე პოპულარობაზე. და შევეცდები თავი დავამახსოვრო როგორც ტელემაყურებელს, აგრეთვე ჟიურის, რადგან მე მაქვს პრეტენზია გავხდე სპიკერი 2012. სწორედ პოპულარობის სურვილმა ჩამოიყვანა გიორგი ცავა სენაკიდან ზუგდიდში. ეს გადაცემა თვითონ სპიკერი არის არაჩვეულებრივი შანსი რომ თავი დავამახსოვრო ვინმეს და შენი თავი დახარჯე ბოლომდე. შენი შესაძლებლობები ამოწურო სრულიად. ამბახში საზეირნოდ ხშირად მოდის ხოლმე. როგორც მეგობრებთან ერთად, ასევე მარტო. ამბობს რომ მარტოობა არც ისე ცუდია და ხშირად სასარგებლოცაა. როდესაც ამ აკაურობას ვუყურებ, აი უბრალოდ ფიქრი მინდება და ფიქრდები ყველაფერზე აბსოლუტურად და აი თავს იმდენად დამშვიდებულად ვგრძნობ რომ ასე სახშიც არ ვარ ხოლმე. პოპულარობისკენ პირველი ნაბიჯები გიორგიმ წარმატებით გადადგა. მოახერხებს თუ არა უფრო ფართო აუდიტორიის მოხიბლას, ამას ჟიური გადაწყვეტს. მე ერთი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ვარ, ჯიმ ქერისა და ჯონი დეპის მოყვარული. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი ჯონი დეპი ძალიან ყოველთვის ყურადღების ცენტრში არის და მისი პირადი ცხოვრებაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არის. ეს იმდენად დეპრესიულია და იმდენად ზოგჯერ იმდენად აყენებს ადამიანს სტრესში, რომ ბევრ პოპულარულ ადამიანს მიუტოვებია, ანუ დავუშვათ ბენდი მიუტოვებია, იმიტომ რომ არ შეეძლო ამდენი ყურადღების ცენტრში ყოფნა. აი არა უშავს მოებზადე და როგორც ჩანს სიტყვის წარმოთქმა გიორგისათვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა და ამისათვის მხოლოდ პოპულარობის სურვილი არ ყოფილა საკმარისი. ერთადერთი რაც იყო ნერვიულობდი, მაგრამ ეხლა ეს ნერვიულობა მომეხსნა და ვარ მზად იმისთვის, რომ გადავიდე შემდეგ ეტაპზე. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ბოლო კონკურსანტის დროც დადგა. ვნახოთ მოახერხებს თუ არა საბა ვაჩიბერიძე ჟიურის მოხიბლას. ბოდიში, ამ სიტყვა 21 საუკუნეში დაკარგა ფასი. გაიცვით, ხმარობთ იმდენად გაუცნობიერებლად, რომ თვითონ ვერ გძნობთ სულიერ კათარზის. ყოველთვის ადგილი მოიძებნება დედამიწაზე სიტყვა ბოდიშის გარდა. 21 საუკუნე ვიხდით ბოდიშს იმდენჯერ, რამდენი ბოთლი კოკა-კოლაც ისმევა ყოველდღიურად დედამიწაზე. ბოდიში, მინდა გავაგონო მთელ სამყაროს, რომელსაც ჩრჩილი გაუჩნდა და მოშივდა. დაუბრუნოთ ჩვენ საუკუნეს ეს სიტყვა, რომელიც არ დარჩება მხოლოდ სიტყვად და სულიერ კათარზისთან ახლოს მისული თუ არა ჩაქროლებული მაინც მინდა რომ ვიხილო. ძალიან საინტერესო სიტყვა იყო.
ორიგინალური თემით და ვფიქრობ, რომ თქვენ დავალებას, რომელიც გქონდა, კარგად გაართვით ძალიან თავი. ორდღიანი კასტინგი დასასრულს მიუახლოვდა. საკუთარი სიტყვა უკვე ყველა კონკურსანტმა წარმოთქვა. მათი ბედი ახლა ჟიურიზეა დამოკიდებული. გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა. საკუთარი ფავორიტები ჟიურის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს. მაჭარაშვილი მე მგონი ძალიან კარგი ბავშვია. რომელი მაჭარაშვილი ეს იყო? გენოდის როცა ხო კი მართალია კი კარგი. მე მგონი ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ვიზა? ლევან მექვაბი. აუცილებლად. განსაკუთრებით რთული ერთ-ერთ კონკურსანტზე შეთანხმების მიღწევა აღმოჩნდა. და გვაჩვენა რომ ნიღაბი რა ცუდია. შინაარსობრივად გვაჩვენა რომ შეცდომაში შეგიყვანოს. როგორ გვაჩვენა რომ ნიღაბი ცუდია. როგორ ვიტირე ჩაოლებრივად მისი ნიღბით. და მე გითხრა რომ ვიცი რა არაფერი გავცე არ ყოფილა რა. და მიზნისკენ მიმავალი გზა იცოდა ზუსტად, აი ზუსტად დადო ის რაც უნდა დაედო. მომიკლეს мама. მომიკლეს ჩემი ატარა 4 თვის ძმა. მაშინ მე ვიცოდი რომ ბებოსთვის ეს ყველაფერი რომ მეთქვა, ბებოსაც დავკარგავდი. ბებო როდესაც სახში დაბრუნდა 3 დღის განმავლობაში მე ჩემს უბედურებას ბედნიერი ადამიანის ნიღაბს მიღმა მალავდი. თუმცა თქვენი გაღიზიანებაც რო გამოიწვია, მე ვფიქრობ ესეც მიზანი იყო, აი ესეც იყო მის სიტყვაში ჩადებული. მე ვერ გეტყვით რომ ეს მომეწონა. მაგრამ გაღიზიანების მიღწევა არ გონია რომ თლაც კარგი მიზანი იყოს, რომ სიტყვის აგების თვალსაზრისით, მანდამაინც თავი არ გამოუჩენია. ემოციის, დუღილის წერტილამდე მიყვანის თვალსაზრისით კი ბატონო. მაგრამ რას იფიქრებთ ახლა თქვენ ჩემზე მე რომ გითხრათ რომ ბებო ცოცხალი მყავს, მამაც დედაც, ძმა კი საერთოდ არ მყავს. ალბათ იფიქრებთ რომ მე რიგითი ნიღაბ მორგებული ვარ, ისეთივე როგორც თქვენ. ვიფიქრებ რომ საზიზღარი ბავშვი ხარ, იმიტომ რომ მატირემ შვენივრად აგერდა. დღეს ეგეთი ემოცია არ მოუტანია დარბაზში არ არის. ნამდვილად. მეგონი უნდა გავუშვო. მეც მგონია რომ უნდა გავუშვო. მე ის დამრჩენია რომ არ დავეთანხმო, მაგრამ შევეგუო ალბათ. ჟიურის მსჯელობის შემდეგ საუკეთესოებს შორის საუკეთესო 30 კონკურსანტი არჩია. ჩვენს ყველა ერთად აქ ვეძებთ ნიჭიერ ადამიანს, ნიჭიერ სპიკერს და ვფიქრობ, რომ ძალიან არ განსხვავდება ჩვენი დამოკიდებულებები და გემოვნება ამ შემთხვევაში. იყო კამათებიც, იყო არგუმენტების გათვალისწინებას ყველა მხრიდან. მე ეჭი არ მეპარება, რომ ვინც ჩვენ შევარჩიეთ, ყველანი დამსახურებულად მოხვდნენ ამ შემადგენლობაში. პირველი დღის შედეგები ჟიურის წევრებმა კონკურსანტებს თავად გააცნეს. შეროზია ეთერი, ნასყიდაშვილი ხატია, მოდი ხატია, მელუა ვერო, სიხარულიძე ლევანი, ხუხია თამარი. მე გამოაცხადებ შემდეგ ხუთეულს სალომე დაარსებია. ქართული ღვინიანიძე. გულიკო მაჭარაშვილი. ბერიკა თავაძე. კობა ნარიმანიშვილი. ედეშერაშვილი დანა. წერედიანი ანა. კაცაძე მარიამი. გვიჩიანი გვანცა. და მექვაბიძე ლევან. მე მგონი მადლობა უნდა გითხრათ და გელოდებით შემდეგ ტურში. აი ალბათ ყველაზე ბედნიერი დღეა ჩვენ ცხოვრებაში თან იმიტომ რომ გადავედით თან ორივე რომ გადავედით ამის სახელი ხო გამოცხადა მე დაწნებული ესელოდებოდა რომ ჩემი სახელიც გამოცხადა მე ესე ვიყავით მე ლევანის სახელიც გამოცხადებოდა ოზურგეტელისკენ და ნუ რა ვიცი ვისაც რიგრიგობით გამოგვაცხადეს და ისე დღეში ვიყავით რომ მართლა არ ვიცი ძალიან ბედნიერი ვარ შეიძლება მარტო მე რო გადავსულიყავი ასეთ ბედნიერი მართლა ვერ ვიქნებოდი არ იქნებოდი ძალიან გამიხარდა ის რომ გადავედი თან ბოლო ხუთეულში მაცხადებდნენ უკვე გადაწრული მქონდა ემედი და ბოლოს წერედიანი ანა და უკვე რა ვიცი ძალიან გამიხარდა ჟიურიმ მეორე დღის შესარჩევი ტურის გამარჯვებულები დაასახელა
ლაცაბიძე ანუკა, ასათიანი სოფო, ოქრიაშვილი ონისე, შაკაია გიორგი, და სარიშვილი ანა. ძალიან მიხარია რომ გადავედი შემდეგ ეტაპზე, კარგი ღირსეული კონკურენტები მყავს და რა ვიცი, ყველა ბავშვს მინდა ვუთხრა, ვინც ვერ გადავიდა, რომ არაფერი არ მთავრდება ამით. შახტინარიანი მტიტი. მაისურაძე ნანა, კვანტრიშვილი გიორგი, ვაჩიბერიძე საბა, და თათარაშვილი ივანი. მე მოხდი 50 ბავშვი უკვე ძალიან დიდი წარმატებაა და ახლა უკვე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოხდე თავის შემადგენლობაში და მივაღწიე ჩემ დასახელ მიზანს. ანანო ობოლაშვილი, ნანოკა ციბაძე, ლუკა მეტრეველი, გუგა სუხიშვილი. და ბოლო მე-15 მონაწილე გახლავთ გიორგი ჯობავა. ყველას ულოცავ გადასვლას მომდევნო ტურში და უსურვებ წარმატებას. სპიკერის ორდრიანი შესარჩევი ტური დასრულდა. უკვე ცნობილია იმ 30 კონკურსანტის ვინაობა, რომლებსაც მომდევნო ტურში ახალი დავალებით შეხვდა.